გამარჯობა. 1921 წელს შემოსვლისთანავე ბოლშევიკებმა გურია 8 სამოქმედო რაიონად დაყვეს. მაზრის სათავეში ჩაუყენეს სამაზრო კომიტეტები, რაიონებს რევკომის თავმჯდომარეები. ყველა რაიონში ჩამოყალიბდა მილიციონერთა რაზმები ჩონის სახელწოდებით. ეს აღებულია რუსული სიტყვებიდან ჩასცი ასობოვა ნაზნაჩენია. ამ რაზმების დანიშნულება იყო კონტრრევოლუციონერთა მენშევიკთა განადგურება. თავდაპირველად ჩონის ხელმძღვანელი იყო საშა ობულაძე. როგორც ამბობენ, გურიაში ასეთ სისასტიკეს მოსახლეობისადმი თვით ალიხანო ავარსკის არიჩენდა. ერთხელ ობულაძეს უთქვამს: ერთი უნდა ჩავიარო ჯურუყვეთში და ჩავხოცო 10-12 კაციო. ძალიან ადვილია რა. მის სახელით ბავშვებს აშინებდნენ. ადამიანების წარმოდგენაში ის სატანა კაჭჭამია ურჩხული იყო. სანამ გურიაში ჩამოვიდოდა თბილისში მიტინგზე გამოსვლისას ობულაძემ განაცხადა: ეხლა დაუბრუნდი კახეთიდან, ის ხომ მოვაოხრე, ეხლა გურიაში მოვალ და იმასაც მოვაოხრებო. ეგეთი ხალხი ყავდათ ბოლშევიკებს. როცა საჭირო გახდა, ბოლშევიკებმა შემოირიგეს დემოკრატიული მთავრობის მომხრეების ნაწილი, ასევე ციხეებიდან გამოუშვეს სისხლის სამართლის დამნაშავეები, რომლებიც თავის სამსახურში ჩაიყენეს. მთავრობამ ეს ხალხი შეიარაღა, ხელფასი დაუნიშნა და რაიონის დამცველ და ეგრეთ წოდებულ ბახმაროს რაშში გაერთიანა, რომელსაც ქურდებისა და მძარცველების თარეში ნაღეკვეთა. უნდა აღინიშნოს, რომ რაზმი ორ ბატონს ემსახურებოდა თავიდან. მათი მეშვეობით იქნა დაშლილი 1921 წლის 26 მაისს ოზურგეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მოწყობილი დიდი მიტინგი. ამავე დროს იმის მაგვიოთ, რომ ბოლშევიკების ბრძანებების შეესრულებინა, ეს თავზე ღელაღებული ბევრი უპარტიო და იარაღის მოყვარული, ეს ციტატაა, ბახმაროს რაზმი ქეიფობდა, არავის ემორჩილებოდა, ხშირად კომუნისტებს, მილიციონერებს სცემდა, ართმევდა იარაღს და შეურაცხყოფას აყენებდა. მათ კომუნისტების მიერ ნაბრძანები არცეთი ტერაქტი არ შეუსრულებია და ხშირად იმ ადამიანებს, რომელთაც ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები ელოდათ, წინასწარ აფრთხილებდნენ. ეს ადამიანები გურიის სრული ბატონ-პატრონები გახდნენ. სიმონ გოგიბერძის თქმით, ამ ჯგუფს მეთაურობდა რამდენიმე კაცი, მაგრამ პირველი მათში იყო გოგია ღლონტი. გოგია ღლონტს მისი თანამედროვეები ასე ახასიათებენ: გოგია არც მიწისმუშა გამოდგა და არც დურგალი. იგი უფრო იარაღის კაცი იყო, გვარდიაში მსახურობდა, ვალოდია გოგუაძესთან იბრძოდა ბრანევიკზე. ბრანევიკი ჯავშნოსანი მატარებელი. ტანად პატარა იყო, დაბალი, ჩაფსხმელი, მთლად ძარღვი, კაინსროლელი, სწრაფი, ერთ ადგილზე ვერ გააჩერებდი. თვალები ჰქონდა ელექტრონივით. ღამე ანათებდა, ჩვენ იგი უარაღოთ არ გვინახავს, თოფთან ეძინდა, თოფთან ჭამდა, თოფთან სვამდა. ოჯახში ღორს რომ დაკლავდნენ, გოგია 900 იქით გარბოდა. სისხლის ეშინოდა, მაგრამ თუ იმეს განამწარები ყავდა, იმის სისხლს დალევდა. რასაკვირველია, ახალი მთავრობა ასეთ თვითმფრინავებას ვერ შეურიგდებოდა და გადაწყვიტეს რაზმის განადგურება, მაგრამ რაზმს შეატყობინეს დროულად და მათ ტყეს შეაფარეს თავი. ობულაძემ გოგია ღლონტზე და მის რაზმზე ნადირობა გამოაცხადა. ვისაც ეჭვი ჰქონდა, რომ გოგია ღლონტს ეხმარებოდა, ობულაძე სასტიკად უსწორდებოდა. ცოცხლად წვავდა, რეალურად, ხრედდა, სცემდა, აპატიმრებდა და ამის შემყურე გოგია ღლონტს თურმე ობულაძეს გაუფრთხილებია. დატიე ოზურგეთი და წაი, თუ არა ცოცხალს არ გაგიშვებო. ერთ დღეს რაზმებს ინფორმაცია მოვიდათ, რომ ობულაძე რუსი ჯარისკაცების თანხლებით ლიხაურში მიემგზავრებოდა. 1923 წლის 10 თებერვალს რაზმელები მას ჩაუსაფდნენ. ამასობაში ობულაძე რაზმთან ერთად თავს დაესხა ხავთასების ოჯახს, სადაც მენშევიკები იკრიბებოდნენ ხოლმე, გადაუწვა სახლ-კარი, შემდეგ მაგრად იქეიფა, ოჯახის უფროსი და მისი შვილი დააპატიმრა, თან წამოიყვანა და ოზურგეთისკენ გაემგზავრა. ობულაძე და მისი ხელქვეითები სანიკიძე და ჩუბინაშვილი ფაეტონით მიემგზავრებოდნენ. ობულაძე შუაში იჯდა გიტარით ხელში, ფეხებში კი ჩხავერით სავსე ჭურჭელი ედგა. კაი გემოვნება ქონია. ფაეტონს 100 ცხენოსანი მიუძღოდა, გვერდებზე მილიციონერები. ობულაძეს თანხლების ჯარის რაოდენობის დანახვაზე რაზმელები შეცვლნენ. მაგრამ გვიან იყო უკვე დახევა, შეიძლება უფრო საშიში გამომდგარიყო ეს და ამიტომ შეტევაზე გადასვლა არჩიეს. ჩასაბრებულებმა ეტლი ძალიან ახლოს მიუშვეს და ცეცხლი გაუხსნეს. მოულოდნელობის ეფექტმა და დიზელმა დალეულმა ღვინომ გაამართლა. სანიკიძე და ჩუბინაშვილი ადგილზე დაიღუპნენ. დაჭილი ობულაძე ეტლიდან გადახდა, გზის პირას ქვევის გროვას ამოეფარა და მოუზორიდან დაიწყო სროლა. თავდამსხმელებმა ცხენებიდან ჩამოსულ რუსებს ცეცხლი დაუშინეს და მიწასთან გააკრეს. თავი ვერავინ არ აწია. ღლონტი ერთი რაზმელის თანხლებით საფარიდან გამოვარდა და ობულაძესკენ გაექანა. ობულაძემ ღლონტი კისერში დაჭრა. მაგრამ მან მოახერხა და ობულაძე ხელყუბარით ააფეთქა. იარაღი აართვა და გაძერებული ცეცხლის თანხლებით სხვასთან ერთად სამშვიდობოს გავიდა.
ყველაფერი ისე სწრაფად დამთავრდა, რომ თვალმა რაზმა ვერც კი მოიცადა რა მოხდა. სიმდენეში რუსები ერთმანეთს ვერ ცნობდნენ და ცხენებსაც ვერ პოულობდნენ. აი ზუსტად ამის შემდეგ, როგორც ამბობენ, შეიქმნა ეს ლექსი. ატყდა სოროლა კვაჭალაძე, ჩააძაღლეს ობოლაძე. გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდა. აი დღეისათვის ეს იყო, აბა კარგად იყავით.